მოგესალმებით პასუხმო ტელემაყურებლებო. დღეს განსაკუთრებული სიამაყით და სიხარულით. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ ჩვენი ტრადიციული გადაცემა ლიტერატურა და ხელოვნება, რომელსაც 2 წლის წინ ეწოდებოდა პოეზია უპირველეს ყოვლისა, დღეს გადის ეთერში მესამასედ. და მე გადავწყვიტე, რომ ამ 3 წლის განმავლობაში რაც გაგვიკეთებია, რაც ნაკლონებები გქონია, თუ რამ კარგი იყო, რაღაცნაირად შევაჯამო დღეს ამ საიუბილეო მესამასე გადაცემაში და ამისათვის მოვიწვიე ჩემთან ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ გადაცემაში. საგრძნობლად კარგი წვლილი შეიტანეს, დადებითი მუხტი შეიტანეს ამ გადაცემაში, მეხმარებოდნენ და ჩემს გვერდით იყვნენ ყოველთვის. ისინი დღეს თქვენ ჩემთან ერთად მოგესალმებიან ერთხელ კიდევ და თავიანთ სათქმელს იტყვიან ამ გადაცემის ავკარგიანობის შესახებ. დღეს ჩვენთან გადაღებაზე არიან ჯემალ ინჯია, აკაკი ბიძინაშვილი, მერი მარწყუშვილი, ოტარ ქუთათელაძე, ვანო ჩიკვაძე, სოფო მექობიშვილი. როგორც გითხარით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენს გადაცემებში. და შეიძლება ითქვას, დღეს პატარა გაოცებაც კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როდესაც მე ხაზგასმით აღნიშნე, რომ მესამასედ გადის მეთქი ეთერში ჩვენი გადაცემა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი კვირაში 2 ჯერ გადიოდ, ესე იგი დაახლოებით 150-მდე გადაცემა გვაქვს მომზადებული და გაშვებული ეთერში. აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენს გადაცემებს შიგადაშიგ რა თქმა უნდა ქონდა ხაროზები, იყო ნაკლონებები. რის შესახებაც ალბათ ჩემს დურები იტყვიან. ახლა კი ნება მომეცით, რომ მათ გადავწე სიტყვა და თავიანთ სათქმელი მოგვახსენონ რამდენიმე სიტყვით. მივესალმები ტელემაყურებელს და მინდა მიულოცო იუბილე ახალი რუბრიკის პოეზია უპირველეს ყოვლისას ტელეეკრანზე მესამასად გამოჩენის გამო. მე ვთვლი, რომ გადაცემა, რომელსაც ჩვენი კოლეგა და მეგობარი ვახტანგ ჯანკოტაძე წლების მანძილზე უძღვება, თავის ამოცანას ასრულებს. შიდა ქართლის რეგიონში ეწევა ლიტერატურის და ხელოვნების პროპაგანდას კარგი გაგებით. სამზეოზე გამოდის ჩვენი ავტორების ახალი ნაწარმოებები. ბოლოს და ბოლოს ამ ავტორებს ხალხი ტელემაყურებელი თავისი თვალით უყურებს კვირაში 2 ჯერ ეკრანზე და სასიხარულო არის, სტიმულის მიმცემი არის ეს როგორც ავტორებისათვის, ისე კითხველი საზოგადოებისათვის, რომელმაც ხშირ შემთხვევაში ავტორი პოეტი ამა თუ იმ ლექსისა სახით არც კი იცის. აქედან დასკვნა, რომ ტელესტუდია ამ შემთხვევაში ეს პროგრამა, რომელსაც ბატონი ვახტანგი უძღვება, არის შუამავალი კითხვებსა და წერილებს შორის. მე კიდევ ერთხელ მივესალმები ამ გადაცემის ხელმძღვანელებს, ვახტანგს, მის ოპერატორებს. მივესალმები ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც ჩემს ხარმარცხნივ სხედან აქ და ერთ პატარა ლექსს წავიკითხავ, მშრალი რომ არ გამოვიდეს სუმთლიანად ჩემი გამოსვლა. ამიტყდა ერთი ნაცნობი ქალი, როგორ ლექსებს წერს, ისიც ორეო განისაზღვრება, რომელი შკალით პოეზიაში მისი დონეო. რაც აიკიდა,
აღმართზე მაგან საეჭვია რომ შეძლოს ატანა. ფიჭას კრაზანაც აკეთებს, მაგრამ შიგვერი პოვნი თაფლიც ნადამალს. ძვირფასტელი მაყურებლებო, მანამდე ბატონ ვანო ჩხიკვაძეს გადავცემდე მიკროფონს, მე მინდა კიდევ დამატებითი ცნობა მოგაწოდოთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, 150 გადაცემაში, რომელიც დღეს უკვე მესამესაც გადის ეთერში, მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა პოეზიის მოყვარულმა, პროფესიონალმა პოეტმა, მსახიობმა, მათ შორის ბავშვებიც ყავდა რამდენიმე გადაცემაში, სახალხო მთქმელებიც ყავდა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო გამდიდრდება ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენს პროგრამაში მონაწილე ადამიანთა არეალი და უფრო მეტი ადამიანი მიიღოს მონაწილეობას. ახლა კი მინდა მეთქო ბატონ ვანო ჩხიკვაძეს თავის აზრი გამოთქვას. ნამდვილად მისასალმებელი და სასიხარულოა, რომ ჩვენ ტელევიზიას აქვს ასეთი რუბრიკა, დღეს როცა ასე გაჭირდა კითხველის და წიგნის ერთმანეთთან დაკავშირება და ამას მრავალნაირი მიზეზი აქვს. უკვე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება არ იფიქროს, საერთოდ მწერალი გაქრა ცხოვრებიდან, შემოქმედი გაქრა ცხოვრებიდან. რა თქმა უნდა, ბატონო ვახტანგ, ყველა გადაცემა ვერ იქნებოდა ერთი დონის, მაგრამ ჯერ სუსტი ლექსით მოკლული და მკვდარი კაცი არ მინახავს, მაგრამ ცუდი სიტყვის და აუღია საქციელით მრავალ. და მოდი ისე შედარებით ახლა გენიალური და დიდი შექმნა, გენიალური პოეტებს ამ წელებში შეუძლიათ და ის შეიქმნას, არ აუშავს, ის დაარეთ, საშუალოც, კარგიც. ამით მხოლოდ ყველაფერი მაინც იკეთებს მოხმარდა, იმიტომ რომ მიზანია კეთილშობილი არის. მიზანია კეთილშობილი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდამ დაინახოს, რომ აი ნეგატიური დათესბარი რაღაცა უარყოფითი მოვლენების გვერდით არის რაღაცა წმინდა, სუფთა, მართლა ღვთისმსახურებასავით ლამაზი და კეთილშობილი, ასე თქვია შემოქმედება. მე გიროცავ დღევანდელ დღეს და ჩემ თავსაც ვიროცავ, რა თქმა უნდა, როგორც ამ თქვენი გადაცემების არის მონაწილეს და კიდე ერთი პატარა ლექსი წაიკითხოთ. ადრეულ წლებში დაწერილი ლექსი. შენს გაიზრდები ხიარულო პატარა ბარტყო, ფრთებს დაატოლებ ცას და მერე დაგტოვებ მარტო, ჩემი სამშობლო საქართველო დამარცვლავ თითით, დამხრები შენი, დამძიმდება ვეება ტვირთით. დიდი მადლობა. Შეფასოთ ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას, ვინც შეძლო დღეს 10 წუთი დაგვითმო გვისმენს. მიულოცავ ამ გადაცემის ავტორსა და წამყვანს ბატონ ვახტანგს, 3 წელი გვემსახურება, ემსახურება თავის ხალხს, ისე რომ არც ერთხელ მარცხი არ განუცდია. მე ყოველთვის მაწუხებდა ძველი წესჩვეულებების, ძველი ქართული ტრადიციების გაფერმკრთალების მივიწყების საკითხი, მაგრამ მაყდა რაღაც რაც შეიძლებოდა ის გამეერთიანებინა, გამემთლიანებინა და ის რაღაც მაპოვნინა ბატონ ვანო ჩხიკვაძის პატარა ნოველას კოხთა თამბოს წაკითხვა. და როდესაც ეს ნოველა წავიკითხე, მე მივხვდი, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოს შეიძლებოდა მომხდარიყო, მხოლოდ საქართველოს და სხვაგან არსად. ამიტომ მე ჩემს ლექსსაც ასე ვუწოდე, მხოლოდ საქართველოში. ჩვენი ცხოვრების გზაწვრილზე რამდენი ძრემლი გვინახავს, ქარცეცხლში საუკუნენი ხმალხანჯლით გადმოგვინახავს, არ გაგვიჩეხავს ვაზი და არ ჩაგვიქვია კერია, ჩვენი გმირული წარსული უფლის ეტრატზე წერია, ქართული მიწა სხვა იყო, ქართველი კაცის ზნეობა, უთვალავ გმირულ დღესიტვლის ჩვენი მტკვარი და ხეობა, დედამიწა აქვს სახელად მიწას, რომელიც ჩვენია, ან ენას დედა ეწოდოს, სხვა ქვეყანაში გსმენიათ, გინახავთ, ქალი კვდებოდეს პატიოსნების სახელით, სვანოდეს, ეკრძალებოდეს თავისი მარცხის გამხელის, ან ვინმე ბიჭის გაჩენას ორლულიანით ნიშნავდეს, ცოლის ნამუსი კაცისთვის 1000 სიცოცხლეს ნიშნავდეს, დედოფლის ბრწყინვალე სამოს დილეგში გდება ერჩიოს, ქრისტიანობის დაცვისთვის ქმრის ალერს გადაეჩვიოს, რწმენისთვის ქეთევანივით დაიშანთავდეს ზუზუებს, ალალ-ძმად აღიარებდეს, სოფელში გაზრდილ ძუძუმდეს. ან საიდუმლოს ქმარისას ვით კოხთა თამბო მალავდეს,
ან საღებავის გარეშე მხატვარი ტილოს ხატავდეს ან და ტრადმოკიდებულებს ქალის მანდილი შროლოდეთ, მეფე დედოფალს ქორწილში ხმლების ქვეშ გავლაშვენოდეთ. მადლს გაკეთებულ სიკეთით მინდორში ქვაზე დადებდეთ, სიცოცხლეს სიყვარულში და ერთგულებაში გალევდეს. ყოველი სახლის ფუძეზე იფურჩქნებოდეს პოეტი, ქართველკაც არასჩვევია ტყუილი, მიეთ მოეთი. იყო და კვლავაც იქნება სიყვარული და ერთობა, კაცი კაცს საქართველოში ულვაშის ღერზე ენდობა. მოღალატე და ერთგული ჩვენთან კარს უკან კუნთია, ეს მხოლოდ საქართველოში დედა ოჯახის კუნთია. სახლის და გულის კარები ქართველს ყოველთვის ღია აქვს, მზად არის ბოლო ვახშამიც კარს მომდგარს სტუმარს მიართოს. მუდამ სიკეთის მდომელი ქართველს ქართული გული აქვს, რასაც აგასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. მადლობთ. მივესალმები ჩვენს საყვარელ ტელემაყურებელს. მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ და უმადლიერესი გრძნობით ვარ ბატონ ვახტანგისადმი განსხვავებული. იმიტომ რომ მესამასზე გადაცემა ეს ისე უბრალოდ არ ხდება. 300 გადაცემა, ჯერ ნახეთ რიცხვი რამხელა და შემდეგ რამდენიმე ადამიანმა გაიარა ამ გადაცემაში. ბატონ ვახტანგისგან კი გაკვირვებული ვარ იმით, რომ ამდენ სტუმარს როგორ გაუძლო, როგორ მოახერხა მისმა ნიჭმა და გონებამ ასეთი სათუთი, ასეთი ლამაზი რუბრიკას არჩევა, რომელსაც ხელოვნებისადმი მიწუნებით ქვია. ლექსი ეს რომ ის წმინდათა წმინდა რამ არის, რასაც ღვთიური მადლი ფარავს და გფარავდეთ ბატონო ვახტანგ, ეს ღვთიური მადლი თქვენს პოეზიას, თქვენს კაცობას, ბარაკალა თქვენს გარჯას და დიდება თქვენ. მეც საგიკითხავთ ერთ პატარა ლექსს თქვენის ნებართვით. თასით ღვინო და ალალი მეგობარი, რას ინატრებს კაცი ამის უკეთესს? ვინ რა იცის სით დაბერავს ბედის ქარიან ცხოვრება, ვის რა მახეს გვიკეთებს? მასშტაბლიოთ, არ დავკარგოთ წამი თუნდაც, ვინ რა იცის სით რა ქარია მოვა? დამიჯერეთ კარგ მეგობარს, ძებნა უნდა, მორცხვია და თავის თავად არ მოვა. გმადლობთ. შემოკარგებო, მეც უერთდები თქვენს სიხარულს. ბატონ ვახტანგის ულოცავ ამ ლამაზ დღეს, ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს და ულოცავ იმ ადამიანებს კიდევ, ვისაც ამ გადაცემაში მონაწილეობა მიუღია. ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი თქვენს გულებთან მოსასვლელი გზების ძებნაში ვართ ნიადაგ. გვინდა სიხარული მოგანიჭოთ. ყოველ თქვენგანს ყავს ალბათ გამორჩეულად საყვარელი პოეტი და მასთან შეხვედრას გულის ფანცქარით ელოდება. ლექსის, პოეზიის და ქართული სიტყვის სიყვარული, მე ვფიქრობ, ასოცირდება სამშობლოს სიყვარულთან. მოდი ვაჩუქოთ ერთმანეთს პოეზიის სიყვარულით გამოწვეული აღფრთოვანება და სიყვარული ყოველ სამშაბათს და პარასკევს. ეხლა კი წაგიკითხავთ ჩემს ყველაზე ბოლოს დაწერილ პატარა ლირიკულ ლექსს. ფეხში შველი გუბეში იწანწალებს წვიმა, მეტი ჩარა ქარი გადარეკავს ღრუბლებს, სისარტყელა ამოვა შენზე ისაუბრებს, მერე მთვარებ დღრიალა ჩავარდება ჭაში, გადაირბენს ვერ მინდორს უსაბელო რაში, შენი თვალების ფერს დღე ჩაიცვავს მანტიას, სიყვარული იმღერებს ულამაზეს პარტიას, სიზმარეთში გამყვება შენი სულის ნათება, განიბნევა ვარსკვლავნი ციცქნა ციცინათელად. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართულ ხალხს გენეტიკაში ტრადიცია აქვს ასეთი პოეზიის დიდი სიყვარული. მე არავის არ ვაყენებ შევროწყლობს, მაგრამ ეს ასია, ეს სხვა ეროვნების
ბევრ გამოჩენშვის შეუნიშნავს და უთქვია. და არ შეიძლებოდა რომ საქართველოს შუაგულში არსებულ ამ ბრწყინვალე ადგილას ეს გადაცემა არ ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. სასიხარულო ის ამბავი რომ ამ გადაცემას უძღვება პოეზიის დიდი ტრფიალი ვახტანგი, რომელიც საოცრად ეს მე-300 ჯერ გავიდა ეთერში და არც ერთხელ არ ჩაშილა ერთი აიძეს დაყოვნებაც არსად არ ყოფილა. მის გარშემო უკვე შემოკრეფილია აუარება პოეზიის მოყვარული, სახალხო მთქმელი, ხელოვნების მოყვარული და აი აქ ქალბატონო სწორედ აღნიშნა და მე უერთები ამას რომ სამშობლოს სიყვარულშია გაიგივებული ქართველ ადამიანში პოეზიისა და ხელოვნების სიყვარული. გილოცავთ ამ დღეს თქვენს და მის ყველა მონაწილეს ვინც ამ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. წინასწარმულოცავ იმას, ვინც შემდგომშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მე წაგიკითხავთ ერთ პატარა ლექსს. აქ შემხედრია ხმლით ხელში მოყმე, აქ მინახია დაჭრილი ვეფხვი. 1000 მგოსნის ნაპალებს მოვყე, ამ მწვანე მთებში ავიდგი ფეხი. გულის სიმღერით ამზემ დამიწვა, დამწამს ოცნებას აქ დავეწევი. ქართლო, არ მიყვარს შენებს სხვა მიწა, აქ ვიმღერებ და აქ დავეცემი. გვალობთ ყურებებისათვის. ძვირფასპირ მაყურებლებო, ვამთავრებთ რა ჩვენს ხანმოკლე შეხვედრას გადაცემის ლიტერატურა და ხელოვნება, რომელიც როგორც აღნიშნე დღეს მე-300 გადის ეთერში. მინდა მანამ დავამთავრებდეთ, მადლობა მოუხადო ტელერადიო კომპანიის თრიალეთის ხელმძღვანელობას, რომლებიც თავიდანვე ხარში ედინენ ამ პროგრამას და ყველანაირად ცდილობდნენ რომ რაც შეიძლება კარგი ყოფილიყო და როგორც აქ აღინიშნა რომ არასდროს არ შეფერხებულიყო. მე მინდა ასევე მადლობა უთხრა ოპერატორების ჯგუფს, რომლებიც ყოველთვის ხარში მედგნენ, ასევე საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელს სოფიკო რაზერჩენკოს, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ დაეხმაროს ამ გადაცემას და მრავალ სხვას, რომლებიც მართლაც ხარში მედგნენ და ჩემთან ერთად იზიარებდნენ იმ სიხარულსაც და ზოგჯერ დანანებასაც, რომელიც ამ გადაცემას ახლდა ამ 3 წლის განმავლობაში. ახლა კი მინდა პატრონო ტელემაყურებელო დაგემშვიდობოთ, მადლობა გითხრათ ყურადღებისათვის და მადლობა უთხრა რა თქმა უნდა ჩემს სტუმრებს, რომლებიც დღეს მობრძანდნენ ჩემთან ერთად გაიზიარეს ეს დიდი სიხარული და თუ გახსოვთ დასაწყისში თქვი, რაც გარკვეული სიამაყეც კი მართლა არ არის ცოტა 300 ჯერ გასულა ეთერში შეუფერხებელად. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.